ახალმთვარეობა კუროში, რას მოუტანს ტყუპებს 27 აპრილის ენერგია. გამარჯობა, ტკბილო ტყუპებო. 27 აპრილს გველოდება ძალიან მძლავრი ახალმთვარეობა კუროს ნიშანში ზუსტად 12-ის ნახევარზე და ეს მოვლენა, რომელიც შენს ემოციურ და სულიერ სამყაროზე დიდ გავლენას მოახდენს. ენერგიის ზოგადი ხასიათი. კუროს ახალმთვარეობა სიმშვიდეს, სტაბილურობასა და სენსუალობას შემოიტანს. ეს ენერგია მიწაზე მყარად დასადგომადაა, მაგრამ შენთვის როგორც ჰაერის ცვალებადი ნიშნისთვის ის რაღაც სრულიად ახალ ფაზას იწყებს, თითქოს სამყარომ გაჩერება და ღრმად ჩასუნთქვა გთხოვა. გავლენა ტყუპებზე. ეს ახალმთვარეობა შენს მე-12 სახლში ხდება, რომელიც უკავშირდება ინტუიციას, დასვენებასა და შიდა სამყაროს. შესაძლოა ინსპირაცია მოვიდეს სიზმრებიდან, ან უბრალოდ მოგინდეს დროის გატარება მარტო საკუთარ თავთან. იდეალურია მედიტაცია, დღიურის წერა ან სულიერი პრაქტიკები. ურთიერთობები და ემოციები. შეიძლება ცოტა ემოციური პერიოდი დაგეწყოს, მაგრამ ნუ შეგეშინდება, ეს დაგეხმარება საკუთარი გრძნობების უკეთ გარკვევაში. დროა გაიაზრო, ვისთან გინდა სიახლოვე და ვისთან დისტანცია. კარიერა და მიზნები. სულ ცოტა დრო დაგრჩა, რომ დაფიქრდე, რა გჭირდება იმისთვის, რომ უფრო მეტი სიმშვიდე და სტაბილურობა იგრძნო კარიერაში. ეს პერიოდი არაა მოქმედებისთვის, არამედ მომზადებისთვის. პატარა იდეა ახლა, შეიძლება მალე დიდ პროექტად იქცეს. ფულთან და რესურსებთან ურთიერთობა. შეიძლება გააცნობიერო, რომ რაღაცას ზედმეტად ეჭიდები, ან პირიქით, არაფასებ იმას, რაც უკვე გაქვს. ეს იდეალური დროა ფინანსური რუტინის გადასახედად. სცადე ბიუჯეტის დაგეგმვა ან სამომავლო ინვესტიციების განჭვრეტა. ჯანმრთელობა და ენერგია. ახალმთვარეობის ენერგია ასევე გირჩევს, მოусმინე შენს სხეულს. ტყუპებო, ხანდახან იმდენად ხართ ფიქრებში და კარგული, რომ სხეულს ივიწყებთ. შეამოწმე. საკმარისად იძინებ. წყალს სვამ. მოძრაობ. ეს დრო კარგია რუტინების შესაცვლელად, მარტივი ცვლილებები დიდ შვებას მოგცემს. რჩევა. დაწერე სურვილები ფურცელზე, რაც შეიძლება დეტალურად. წაიკითხე ხმამაღლა და ჩაისუნთქე ღრმად. დაასრულე სიტყვებით, მე მზად ვარ მივიღო სიმშვიდე, სიყვარულით და რწმენით. ახალმთვარეობა კუროში არ არის მხოლოდ ერთხიანი მოვლენა. მისი ენერგია დაახლოებით 14 დღე გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ 27 აპრილიდან მოყოლებული 11 მაისამდე შენს ცხოვრებაში ახალი შინაგანი პროცესები განვითარდება, განსაკუთრებით თუ მოусმენ შენს ინტუიციას და არ დააჩქარებ მოვლენებს. ახალმთვარეობა კუროში თქვენს შიგნიდან განკურნებას იწყებს, ძვირფასო ტყუპებო. გამოიყენეთ ეს დრო თქვენს სულთან დასაკავშირებლად. თუ მოგეწონა პროგნოზი, არ დაგავიწყდეს მოწონება, გამოწერა და შენი კომენტარი,